გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, გავეცანე ინფორმაციის იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთს კიბერშეტევების გამო ერთობლივი სანქციები დაუწესეს. გავეცანე და მე გავიფიქრე და იქნებ კიბერშეტევა არც ყოფილა. ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო ისეა თავის ცრუ ნარატივში გაბლანდული, რომ გამოგიტყდებით და მათ ინფორმაციას აღარ ვიჯერებ და როგორ უნდა დავიჯერო, როდესაც თეთრზე მიმტკიცებენ, რომ შავია. ახლა რუსების კიბერშეტევა მაქვს მხედველობაში, ის კიბერშეტევა ან იყო და ან არა და რატომ ვფიქრობ ასე? იმიტომ რომ მას შემდეგ რაც დიდმა ბრიტანეთმა ჩვენსა და იმედის ტელევიზიებს სანქციები დაუწესეს სრულიად მოგონილი მიზეზით, უკვე ეჭვშემაქს ეგრეთ წოდებულ დემოკრატიული ქვეყნების სინდისისა და ნამუსის სისპეტაკეში. ჩვენ შემთხვევაში თუ მოიტყუე, სადაა გარანტია, რომ სხვა შემთხვევაში მართლები არიან. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ წელს დიდმა ბრიტანეთმა ჩვენ და იმედ დაგვასანქცირეს. სხვათა შორის ეს 24 თებერვალს მოხდა. რუსეთის უკრაინაში სრულ მასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავს დაამთხვიეს, რაც სიმბოლურია. ანუ პირდაპირ გაგვაიგივეს რუსეთის აგრესიასთან. მიზეზად რა დასახელდა? თურმე ჩვენ და იმედი რუსულ დეზინფორმაციულ კომპანიაში ვართ ჩართული. დიახ, ოფიციალური განცხადების თანახმად სანქციების საფუძველი გახდა ჩვენი მედია საშუალებების მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ განზრახ მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. და გავიმეორებ, თუკი ჩვენ შემთხვევაში ეს ძალიან დიდი და მედიდური ბრიტანეთი ასე უნამუსოდ იტყუება რა განასხვების მიმართ ამას არ გააკეთებს? არ გეგონით რომ ახლა რუსეთს ვიცავ. ყველაზე ნაკლებად მე რუსეთი და მისი შესაძლებელი კიბერშეტევა მაინტერესებს დიდი ბრიტანეთის მიმართ. მე ახლა პრინციპებზე ვამახვილებ ყურადღებას. ამხელვა სახელმწიფო არ უნდა კადრულობდეს ტყუილს. სულ ერთია ვისკენაა ეს ტყუილი მიმართული საქართველოს, გონდურასის, ვენესუელას, ირანისა თუ რუსეთის მიმართ. ტყუილი აფრიკაშიც ტყუილია. რაც შეეხება რუსეთს, მეგობრებო, კვლავ ვიტყვი და კიდევ მრავალჯერ გავიმეორებ. რუსეთი აგრესორია. რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. რუსეთმა ჩვენი ტერიტორიის 20% დაიკავა. რუსეთი ემუქრება სომხეთსა და მოლდოვას. კიდევ რა, მეტი აღარ მახსენდება, მაგრამ ალბათ კიდევ ბევრი ცუდი რამ აქვს ჩადენილი რუსეთს, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით. იმასაც ვიტყვი, რომ ჩვენს ეთერში უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ განზრახ მცდარი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია არასდროს გავრცელებულა. საერთოდ რას ნიშნავს განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელება? იმის თქმა, რაც სინამდვილეში არ ხდება. ახლა მე რომ უკრაინის TCK-ზე დავიწყო ლაპარაკი, იმ უღირს საქციელზე, რასაც ისინი ხშირად ჩადიან, როდესაც ქუჩებში ადამიანებს იჭერენ და ძალის უხეში გამოყენებით მოქმედ ჯარში იძულებით მიყავდა. ეს რა დეზინფორმაციაა? ხო და დიდ ბრიტანეთს ბარემ დაეწესებინა ყველა ჩვენი ტელევიზიისთვის ტექსტის შაბლონი, რის თქმა შეიძლება და რის არა. ამდაგვარი რამ საბჭოთა კავშირში გვაქვს გამოვლილი, ასე რომ ახალი არ იქნება. და ეს არის ნაკები თავისუფალი სიტყვა და ამისთვის მიურბივართ ევროპაში. ანუ თუ კი რამე ისეთ სიტყვი, რაც ბრიტანეთის მმართველი რგოლის პოლიტიკის გენერალურ ხაზს სცდება, მორჩა მტერი ხარ და შეგიძლია შიმშილით მოკვდე. დიახ, შიმშილით სიკვდილი სიტყვა კაზმულობისთვის არ მეთქვავს. აბა, როდესაც მიბლოკავ ანგარიშებს, ფინანსურად მასანქცირებ და მიკეტავ არსებობის გზებს, მე, როგორც სულიერმა არსებამ, ჰომო, ასე ვთქვათ, საპიენსმა, რა უნდა გავაკეთო? რჩება შემოსავლის მონახვის ერთადერთი გზა, უნდა ჩავეწერო უცხოურ ლეგიონერად უკრაინის ჯარში და პირველივე იერიშისთანავე დავახტე რუსულ ამბრაზურას, როგორც ეს ჩემამდე ზუსტად 83 წლის წინ 19 ივლისს ალექსანდრე მატროსოვმა გააკეთა. თავში უცებ აბსურდული აზრი მომივიდა. იქნებ ეს სანქციები განზრახაა მოფიქრებული. ზუსტად იმ მიზნით, რაც ზემოთ თქვი.
რაც შეიძლება მეტი დასანქცირებული ადამიანი დავრჩეთ უმუშევარი და მე სხვა გზა არ გვექნება, უნდა ჩავეწეროთ მოხალისეებად და წავიდეთ ცხელი ომის ხიბლის გამოსაცდელად. აბა უკრაინელებს ჯარისკაცები არ ყოფნით. ბრიტანელები და სხვა ევროპელები ომში წასვლას არავითარი ფულის სანაცვლოდ არ კადრულობენ და ვიღაცამ ხომ უნდა დაღვაროს სისხლით. ანას ის ვიღაცა, ის ადამიანი იქნება, ვინც ბრიტანეთისა და ევროკავშირის თამაშს ხელს უშლის. ხო და უინზორების ოჯახმაც გადაწყვიტა ასეთი ადამიანები დაგვასანქციროს და სხვა გზა არ დაგვიტოვოს, გარდა იმისა, რომ თოფი ავიღოთ ხელში და вперед кали раз-два, назад кондах раз-два. ხუმრობ ახლა როგორც ხვდები, თუმცა ეს ხუმრობა ნაღლიანია. ცუდია, როდესაც ილუზიები ქრება, როდესაც იმედგაცრუება დგება და როდესაც ბაირონის, დიკენსის, კონან დოელის, უელსის, სომერსეტ მოემისა და ჯორჯ ბერნარდ შოუს ქვეყანა ასე ვერაგულად იქცევა სხვა ერებისა და ქვეყნების მიმართ. თუმცა ბერნარდ შოუ ნობელის პრემიის ლაურეატი თავის დროზე თურმე ვერ მალავდა ახტაცებას მუსოლინის, ჰიტლერისა და სტალინის მიმართ. და მიდი და დაუჯერე ამის მერე ბრიტანელებს. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.